გამარჯობათ ძვირფასო რადიო მსმენელებო. ჩვენ სტუდიაში ვყოფებით მედია კავშირი ობიექტივის რადიო გადაცემა FM 105.0. აგრეთვე პირდაპირ მიმდინარეობს ინტერნეტ გადაცემა. მაყურებლებს ვთხოვთ, რომ გვიყურონ და გვისმინონ მსმენელებმა დღეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაზე გვექნება საქმე, საუბარი კერძოდ აფხაზეთთან დაკავშირებით. თუ რა მოხდა აფხაზეთში, როგორ განვითარდა მოვლენები და ვინ ძალემა და რა ძალემა დაკარგეს ეს ჩვენი ძირძველი ტერიტორია აფხაზეთი. ჩვენ ტელეფონის ნომრები გახლავთ 214 4086 218 1352. მე მინდა უთხრა რადიო მსმენელებს, რომ მოისმინონ ჩვენი დაუშვათ, ასე ვთქვათ, აზრები ამ საკითხთან დაკავშირებით და შემდეგ მოგაწოდონ შეკითხვები და ჩვენ ვაპასუხებთ შეძლებს და გვარად. ბატონებო, 19 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ავად სახსენებელმა შეანაძის პუჩისტებმა რეჟიმმა ეგრეთ წოდებული ჯარი შეიყვანა აფხაზეთში, სოხუმში. ჩვენ ამაზე გვექნება საუბარი დღეს, ძირითადი თემა გვექნება და ჩვენი სტუმარი გახლავთ ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელი მკვალი მაგიდის წევრი და სოთაშორის მინდა გითხრათ აფხაზეთის მოვლენების უშუალო, ასე ვთქვათ, მონაწილე ბატონი ბესარიონ მიქავა. მე მოკლედ გეტყვით, მეგობრებო, თუ რამ განაპირობა ეს ყველაფერი, რა უძღოდა წინ 14 აგვისტოს მოვლენებს და რა მოხდა საქართველოში, ცოტა მოკლედ გეტყვით ჩემ შეხედულებას და ჩვენ შეფასებას თუ გნებავთ პოლიტიკურ და სამართლებრივ ჭრილით. მანამდე მინდა გითხრათ, რომ გუშინ აქ გამოვძანდა, გამოვიდა პუჩის გვარდიის ეგრეთ წოდებული გენერალი აგია ბარბაკაძე და დღეს როგორც აპირებენ, როგორც მაქვს ინფორმაცია, 7 საათი ჩაერთვება პუჩის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი თენგიზ კიტოვანი. სამწუხაროდ არც თენგიზ კიტოვანი, არც აგია ბარბაკაძე, არც სხვა პუჩისტები არ არიან ციხეში და ესენი რადიოს მეშვეობით ხალხს მოძრავენ და არ ამბობენ სიმართლეს, სასაკვირველია, თუ რატომ მოხდა ეს ყველაფერი, რათა შემდეგ. და ჩვენ მინდა მოსახლეობას ვაუწყო, რომ ჩვენ ყველაფერს ვიტყვით სიმართლეს, შეძლებს და გვარად მივაწოდებთ ინფორმაციებს, თუ რა ხდებოდა და რა მოხდა საქართველოში. მეგობრებო, ჯერ კიდევ ავად სახსენებელი საბჭოთა იმპერიის პერიოდში აფხაზეთი იყო სასინჯქვა საქართველოს წინააღმდეგ მიმართული. ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა შეადგამსახურდია სახელმწიფოებით ამ თემას ძალიან სათუთად ექცეოდა და ნებისმიერ პროვოკაციას გნებავთ კრემლის მხრიდან, გნებავთ ექსტრემისტების მხრიდან აფხაზეთში, რომელიც მოკალათებული იყო მაშინ ადლეიბას სახით და გნებავთ შევანაძის მაშინდელი საბჭოთა მმართველის ეგას პირველი მდივნის პროვოკაციებისა. ყველაფერს იხმარობდა ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობა, შეადგამსახურდია მერაბ კოსტავა და ეროვნული მოძრაობა, რომ რაიმე სერიოზული აფეთქება მომხდარიყო აფხაზეთში. თუმცა მთელი იმპერიული, მთელი ეს სუკის, ეს ექსტრემისტთა მთელი ეს რახვანი მიმართული იყო იქით, რომ აფხაზეთში, სოხუმში, თუ გნებავთ გუდაუთაში დაძაბულიყო სიტუაცია და ანტიქართული გამოსვლებს ქონოდა ადგილი. მაგრამ ჩვენ და საბედნიეროდ ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობის და შედგამსახურდია სახელმწიფოებით ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ პროვოკაცია, შევანაძისეულ პროვოკაციას, მაშინდელი საბჭოთა იმპერიის ცეგას მდივნის სუსლოვის პროვოკაციებს და სხვა შოვინისტურ პროვოკაციებს ადგილი არ ქონოდა და აფხაზეთში მიმდინარეობდა ცხოვრება, ჩვეულებრივ როგორც დაუშვათ მაშინ
საბჭოთა კავშირის, საბჭოთა საქართველოში, თბილისში და სხვაგან. მაგრამ შევანაძემ მთელი მისი მოქმედება და მთელი მისი შემოქმედება, მთელი მისი მმართველობის ჟამი დაწყებული 1970-იანი წლებიდან მიმართული იყო, რომ აფხაზეთში მოეწყო პროვოკაცია. მთელი მისი შეგნებული ცხოვრება, თუ მას შეგნება გააჩნია საერთოდ. და მაინც ჩვენ და საუბედრო და სამწუხაროდ მოლოდინის მიზანს მიაღწია ჩვენ და საუბედროდ. როგორ მიაღწია იცი მიზანს? საბჭოთა იმპერია დაირღვა, დაიშალა, აღარ არის საბჭოთა კავშირი, მაგრამ საქართველოში მოხდა 91-12-13 წლებში მოხდა სამხედრო პუტჩი, სამხედრო კრიმინალური გადატრიალება. რასაკვირველია გარეშე ძალების მხრიდან და დაამხეს კონსტიტუციით არჩეული ხელისუფლება, ზოგადად გამსახურდიას ხელისუფლება, უზენაესი საბჭო და სხვა საგანმანათლებლო ორგანოები და ამის გამო შევანაძე ჩამოიყვანეს რა თბილისში, საქართველოში, დასვეს ეგრეთ წოდებულ სამხედრო საბჭოს თავმჯდომარე და შემდეგ გადაქმნა ეს სამხედრო საბჭო, ანუ ტერორისტთა საბჭო გადაქმნა ეგრეთ წოდებული სახელმწიფო საბჭო და მისი თავმჯდომარე გახდა. მაინც მიზანს გააკეთა ეს, რომ 1992 აგვისტოს ეგრეთ წოდებული ჯარი შეიჭრა აფხაზეთში. მანამდე ეს ეგრეთ წოდებული ჯარი, მე არ მინდა ყველა შეცვლას ავაკეთო, მაგრამ მანამდე ეს ეგრეთ წოდებული ჯარი, ანუ ეგრეთ წოდებული გვარდია, ეგრეთ წოდებული მხედრიონი და სხვები თეთრი აწევი და რა ვიცი, 1000 უბედურობა გვყავს შექმნილი აქ კრიმინალური ჯგუფები. მანამდე სანამ ესენი სოხუმში შევიდოდნენ, მანამდე საქართველოს სოფლები დააწიოქეს, გაუბედურეს, დაწყებული თბილისიდან, დამთავრებული ზუგდიდამდე. ხვიტავდნენ და ხოცავდნენ მშვიდობიან მანიფესტაციებს და დემონსტრაციებს. ადგილი ჰქონდა საშინელ ბარბაროსობას, ასე ვთქვათ, ყაჩაღობას და ასეთი ყაჩაღები ძირფასო ქართველებო, რამე სასიკოძეს მოიტანდნენ აფხაზეთში? რა მდგომარეობა იყო აფხაზეთში მაშინ, გეტყვით? ძალიან მშვიდი, ძალიან გაწონასწორებული მდგომარეობა და უფრო მეტიც. აფხაზეთის მაშინდელი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არათუ ვიღაც აძიმბას პროვოკაციებს ყვებოდა, არამედ ის იყო სული მშვიდობენ გაგებით, რომ პოლიტიკური მშვიდობა და მოითხოვდნენ აფხაზეთის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, ქართველების, აფხაზების, ბერძნების და სხვა სახით თბილისში აღდგარიყო საქართველოს კონსტიტუციური ხელისუფლება და პრეზიდენტის ზედ გამსახურდიას ინსტიტუტი. აი ამიტომ შევარდნაძემ რასაკვირველია მოსკოვთან შეთანხმებით, რასაკვირველია მაშინდელი ეგრეთ წოდებული თავმჯდომარე აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ვლადისლავ აძიმბასთან შეთანხმებით შეიყვანა ეს ეგრეთ წოდებული ჯარი და მოხდა ის, რაც მოხდა ჩვენს სამწუხაროდ და ჩვენს საუბედუროდ, ჩვენი ტერიტორია, ეს ისტორიული ტერიტორია ჩვენ წაგვართვეს და უფრო მეტიც მოხდა იქ ქართველთა და რამატო ქართველთა, აფხაზთა ეთნოწმენდა და ასეთ მდგომარეობაში. დღევანდელი დღე 14 აგვისტო მეგობრებო, გახლავთ ერთ-ერთი ტაიკული ფურცელი ჩვენი უახლოესი ისტორიისათვის და მანამდე კიდევ შევანაძემ იმავე წლის 24 ივნისს დაგომისში მან მოაწერა ბორის ეცინთან ერთად ხელშეკრულებას ხელი, რომ აფხაზეთში ამას დაეწყო ეგრეთ წოდებული პროვოცირებული ომი და სამაჩაბლოში კიდევ იქ როგორ განვითარდა მონონები ყველამ დავინახეთ. ბატონებო და ჩემო ძირფასო მსმენელებო, მე არ შეგაწყებთ ამდენ ხანს საუბარს, ჩვენ ბატონი ბესო გეტყვით ყველაფერს თუ რა ხდებოდა ეგ რეალურად, მაგრამ ერთ ამას გეტყვით, რომ ქვეყნების ისტორიაში ყოფილა მოღალატეთა რეჟიმები. ყოფილა, მადლობთ ქვეყანაში არას. სამწუხაროდ სხვადასხვა ქვეყნებში, მაგრამ ისინი წასულან, მაგრამ ისტორია განვითარებულა, ქვეყნები განვითარებულა, გამხდარა თავისუფლები. ჩვენი ქვეყანაც ასეა ამ მდგომარეობაში, მაგრამ ერთი რაღაც უბედურება გვჭირს. ამ ავადსახსენებმა შევანაძემ და მისმა მოწაფემ სააკაშვილმა, რომელიც დააგვირგვინა აგვისტოს მოვლენებით 3 წლის წინ, ტერიტორიები წაგვართვეს.
ეს უმძიმესი დანაშაულია ღვთისმეტყველის წინაშე. უმძიმესი დანაშაულია. ჩვენ ყოფილვართ მონობაში ყოფილვართ, მაგრამ ჩვენმა ერმა ბრძოლის შედეგად მიიღო თავისუფლება, მაგრამ მიწების ასეთი გასხვისება ეს ძალიან მძიმე დანაშაულია. არა მარტო მოვალეობის წინაშე, არამედ ღვთისმეტყველის წინაშე. და ამ დანაშაულს ვერავინ გამოისყიდის. და ამ დანაშაულს ვერავინ არის სამართლიანობა და სამართლებრივი სფერო აღასრულებს და შეანაძეები და მათნაირები ეს ათუ დაუჩენი არიან, არამედ ასეთ საშინელ მდგომარეობაში იმყოფებიან და ასე შემდეგ. აი ეს არის რეალობა, თვითონ მეგობრებო, ჩვენ თაობები დავтвиდება ალბათ, თაობები იმისა, რომ საქართველოს ეს უმნიშვნელოვანესი კუთხეები აფხაზეთი და სამაჩაბლო დაბუდეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე და მინდა გითხრათ, რომ ესე იგი აფხაზეთის გარეშე საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო, როგორც სახელმწიფო არ იქნება არასოდეს, ეს იწოდეთ თქვენ. და ეს ბინძური ფაშისტური ნეოკომუნისტური რეჟიმი, სააკაშვილის რეჟიმი უხარია, რომ აფხაზეთის გარეშე, სამაჩაბლოს გარეშე საქართველოს შედგა როგორც სახელმწიფო. ეს სრულ ადამიანი არავით არის სახელმწიფო არ შედგა. პირიქით სახელმწიფო დაიშალა და აი ამ სახელმწიფოებრივ დაშლას წინ უძღოდა უბედური ქმედებები, ის სამხედრო კრიმინალური ქმედებები, რასაც ქვია სამხედრო პუტჩი 22 დეკემბრიდან 93 წლის წინამდე ბატონო ჩემო რაც განვითარდა მოვლენები და შემდეგ რომელიც შევიდნენ ესენი აფხაზეთში, წყალებში შევიდნენ, ანუ იქ უნდათ კანონიერი ხელისუფლების ხალხის ამოხოცვა. არავით არის რამე მიზეზი არის ამ შემთხვევაში. აბსოლუტურად. აი ეს არის მიზეზი და რამ გამოიწვია ეს ყველაფერი, ჩვენ ყველამ დავინახეთ, სანამ ბატონ ბესანთან გადავდოდე შეკითხვით, რადიოს მენეჯერს ვთქვით და შემდეგ გისმენთ. მოგესალმებით ბატონებო. გამარჯობა. მინდა გუშინდე აკია ბარბაკაძის გამოსვლასთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრება გამოვყო. ბატონებო, ქართულმა ხალხმა ამის შესახებ ძალიან ბევრი რამ იცის, ანტირომებია. ქართულმა ხალხმა მიტევებაც იცის, მაგრამ მხოლოდ მონანიების შემდეგ რამე თუ მიტევება მონანიების გარეშე არ ხდება. სამწუხაროდ არანაირი მონანიება. ისინი დღესაც ღალატის გზას ადგანან. თუ არა ეს ამბავს ხალხს, მოგეთ ხალბატონო, განეთქვათ, შეგითხრა ხალბატონო, განეთქვათ. არაფერი წნებდა დაგომითი ხელშეკრულების შესახებ. ამის შესახებ ვისაუბრებთ ხალბატონო, განეთქვათ. კი ბატონო, მადლობთ ხალბატონო, განეთქვათ, მე მსმენელს უთხრა ცოტა დაგვალაბაგე რასაკვირველი, იმიტომ ვთქვათ, რომ ილაპარაკოთ დაგომისის ხელშეკრულების შესახებაც, იმ აგია ბარბაკაძის შესახებაც და ის აგია ბარბაკაძეც და ისინი ციხეში ვინაებიან, მაგრამ დღეს ციხეში გერებ მოძრაობენ ხალხს და ამიტომ ჩვენ დღეს შევიკრიბეთ საგანგებოდ სტუდიაში, რომ ჩვენ ვთქვათ ჩვენი სიტყვა და ამიტომ თუ კარგი იქნება თუ დაუშვათ მსმენელი და მაყურებელი დაგვაცდის და შემდეგ თავის მოსაზრებას და მოგლე შეკითხვებით დაგვირეკან მეგობრებო. ასე რომ რასაკვირველია ის აგია ბარბაკაძე, ყარყარაშვილი, ყველანი კიტოვანი, სიგუა, იოსელიანი, ყველანი ესენი ვინ ჩაიდინეს დანაშაული აფხაზეთში და საქართველოს წინაშე ამ შემთხვევაში ბუნებრივი ესენი სასამართლოში წარდგენდა. სანამ საქართველოში არ მოხდება სასამართლო, სანამ შენ შინაურ მტერს საგადის პასუხს არ გასცემ, მაგრამ შენ გარეშეწეს ერებს ვერ გაუკეთებ, არა ბატონო ბესარიონ. და უფრო მეც გეტყვით, რა მონანიებაზეა საუბარი? მე ჩემთან კერუ ჩხუბია, რა მონანიებაზეა? ტერიტორიები წაგვართვეს და ქვეყანა დაგვაქციეს, რა მონანიებაზეა საუბარი, ხმათო? მაგრამ მეც მაგადაწყვეტოს ისო და მე როგორც ადამიანი, ჩვეულებრივი ადამიანი და როგორც ქართველი კაცი ვითხოვ სამართალს. სახელმწიფო სამართალს ვითხოვ მე. რა მონანიებაზეა საუბარი? ბატონო ჩემო, აქედან გამომდინარე, კიდე ერთხელ რაცადაც რომ ყველანი პასუხს აგებენ ღვთისმეტყველის წინაშე და თუ ამათმა პასუხი არ აგეს, რა თქმა უნდა, მთავარი სამხედრო დამნაშავის ჩვენს მეთაურობით და საკავშირის მეთაურობით ჩვენს ქვეყანას არათუ აფხაზეთის შემოერთება გვიწერია, არათუ სამაჩაბლოს შემოერთება გვიწერია, არამედ ჩვენ სპეციფიკად დავყარგავთ, იმიტომ სიაში და რიგშია. ბატონო ბესარიონ, თქვენ როგორც მაშინ ბრძანდებოდით სამეგრელოში და იქ მოგესალმებათ, რა უბედურებას ჰქონდა ადგილი
როგორ ფაქტობრივად გენოციდის ჰქონდა ადგილი ამ შემთხვევაში მოსახლეობის წინააღმდეგ და მე რა მოხდა აფხაზეთში 14 წელი და შემდეგ თქვენ პირდაპირ გავთ ესე იგი ამ შემთხვევაში თქვენ თვალთაგან ნანახი რა ხდებოდა ეგ და თქვით უპირანი იქნებოდა რომ მოსახლეობას უთხრათ თქვენი შტაბ-ეჭილებები და თქვენი შეფასებები რა ხდებოდა მაშინ აფხაზეთში და სამეგრელოში. თქვით. მადლობთ. მოგესალმებით. როგორც მენელებს, ისევე მაყურებლებს და მინდა მე პატარა განცხადება გავაკეთო და გთხოვოთ ყველას. ძალიან გთხოვთ, ნუ გამაწყვეტიებთ, იმიტომ რომ საკმაოდ ისეთი თემაა, რომლის აზრის გაწყვეტა არ შეიძლება და ეს უნდა ჩავამთავროთ ეს აზრი და გთხოვთ რადიო მსმენელს, სანამ არ მოვრჩები ამ თემის განხილვას, მანამდე ნუ შემოვა. მე ძალიან გთხოვთ ბატონო გიორგი რომ ნუ ნუ შემოიყვანთ ჩვენ თუ რამე დაგვრჩა ამ თემის ირგვლივ უთქმელი კი ბატონო მობზანდით მერე და თქვით და მერე ასე თქვა თქვენ დაამატეთ. მე მინდა პირველ რიგში შეგახსენოთ სხვათა შორის დიდოსტატ კონსტანტინე გამსახურდიას აფხაზეთთან დაკავშირებით აქ ნაწარმოები ტაბუ, სადაც მას პირდაპირ აქვს ყველაფერი ნათქვამი, რა სურვილი ჰქონდა კომუნისტურ წითელჟღარიან ადამიანს, თმიან ადამიანს, რომელიცაც უნდა ჩაეტარებია გენოციდი ქართველებისა და აფხაზების და ბევრს ურჩევ რომ წაიკითხონ და ნახონ ის. ასევე მე მინდა გითხრათ რომ 14 აგვისტო 1992 წლის ეს არის ქართველებისა და აფხაზების გენოციდის ფართომასშტაბიანი დასაწყისი. იმიტომ რომ საკმაოდ გენოციდი მიმდინარეობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში ნაწილობრივ, მაგრამ შევარდნაძის მიზანი რომ ეს ასე ვთქვათ 30000 კაცი ჩაეხოცა, მაინც ვერ აღწევდა. ნუ ძალიან დიდი ბევრი ადამიანი იქნა დახოცილი სამეგრელოში და სხვადასხვა რეგიონებში, მაგრამ ასე ვთქვათ, აი ომის ამხელა დიდი მასშტაბით მან ეს ვერ შეძლო. ამიტომ გააჩაღა მას ეს ომი და ამასთან დაკავშირებით მე თქვენ წაგიკითხავთ ზვიად გამსახურდიას განცხადებას და მე ყველაფერს მოგიყვებით ნაწილობრივ უბრალოდ აუცილებელია, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მეთაური პრეზიდენტი იყო ზვიად გამსახურდია, ის იყო წინამძღოლი, ის იყო გამსაზღვრელი პოლიტიკისაც და ყველაფრის და როგორც მამამისმა მე გულისხმობ კონსტანტინე გამსახურდიას თვითონაც წინასწარ ქონდა განსაზღვრული ის მოვლენები, რა მოვლენებიც უნდა განვითარებულიყო საქართველოში იმპერიის მიერ და ის წინასწარ აფრთხილებდა მოსახლეობას, როგორც ქართველს, აფხაზს, რა მოვლენების და რა საშრობის წინაშე ვიდექით ჩვენ. ეს რო დაეჯერებია ყველას, როგორც აფხაზებს, ქართველებს, დღევანდელ დღეს ჩვენ ეს არ გვექნებოდა. თუმცა გვიან არასდროს არ არის. მე ასევე მინდა თქვენ გითხრათ, რომ ზვიად გამსახურდიას აქვს ჯერ კიდე ომამდე ორი განცხადება, ეს არის 1992 წლის 14 მაისის მიმართვა აფხაზი ხალხისადმი, რომელსაც ახლა ვერ წაგიკითხავთ. მეორე არის 1992 წლის 12 ივნისის მიმართვა აფხაზი მოსახლეობისადმი, სადაც რო თქვენ ბრძანებთ იგივეს ამბობს ბატონი ზვიადი და ასევე არის, რომელსაც მე თქვენ ახლა თქვენის ნებართვით წაგიკითხავთ და მე გირჩევთ კარგად მოусმინოთ ზვიად გამსახურდია რას ამბობს აქ. ყველაფერს ამბობს, რაც თქვენ ბრძანეთ იმას. ეს არის 1992 წლის სექტემბრის მიმართვა ქართველი და აფხაზი ხალხისადმი. შევარდნაძეს ნეოკომუნისტურმა კრიმინალურმა ხუნტამ ჩაიდინა მორიგი დანაშაული ქართველი ერის წინაშე. მან მოაწყო სისხლიანითა სადამჯელო ექსპედიცია აფხაზეთში და იმპერიის ცენტრის ინსპირაციით ცდილობს გააჩაღოს ძმათამკვლელი ომი აფხაზთა და ქართველთა შორის. წლების მანძილზე იმპერიის ძალები შეგნებულად ძაბავდნენ ურთიერთობას ჩვენს ხალხებს შორის, რათა მიეღწიათ ეთნიკური კონფლიქტის პროვოცირებისათვის, მაგრამ მათ ვერ მიაღწიეს მიზანს, ვინაიდან საქართველოს ეროვნული მოძრაობა ყოველთვის ხედავდა ამგვარ საფრთხეს და ყოველნაირად ცდილობდა მშვიდობიანი პოლიტიკური მეთოდებით მოეგვარებინა სადავო პრობლემები. იგივე გზა აირჩია საქართველოს კანონიერმა ხელისუფლებამ 1990 წლის ოქტომბრის არჩევნების შედეგად, როცა მრავალგზის აიცილა თავიდან ეროვნებათა შორის ურთიერთობის გამწვავება.
ამ ურთულეს რეგიონში. მაგრამ როგორც ჩანს, იმპერიის მესვეურებს ხელს არ აძლევდათ ასეთი კურსი საქართველოში სისხლიანი გადატრიალების შემდეგ. ისინი ერთის მხრივ ხელს უწყობდნენ აფხაზეთში სეპარატისტული ტენდენციების განვითარებას, ხოლო მეორე მხრივ უბიძგებდნენ ხუნტას ძალისმიერი მეთოდებით ემოქმედათ სეპარატისტების წინააღმდეგ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ შეცდომებზე უშვებდა, ხელოვნურად ამწოვებდა ვითარებას. ბოლოს მან დაუშვა საბედისწერო შეცდომა, აღადგინა ეგრეთ წოდებული 1925 წლის კონსტიტუცია, რითაც ფაქტობრივად აფხაზეთი საქართველოსთან გამოყოფილად გამოაცხადა. ამასთან დაკავშირებით მე გავაკეთე განცხადება ამ აქტის ანტიკონსტიტუციურობის შესახებ და მივუთითე აფხაზეთის პარლამენტს თავისი მოქმედებების უკანონობაზე, ვინაიდან ამგვარი გადაწყვეტილებას, რომელიც პარლამენტმა მიიღო, კვოტირების ანუ კვალიფიციური უმრავლობის გარეშე არ ქონდა არავითარი იურიდიული საფუძველი. საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია არის იმის გარანტი, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები მხოლოდ ქაღალდზე დარჩება და ვერ მოუტანს რეალურ ზიანს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. დღესაც იგივეა ბატონებო. დღესაც საქართველოს კანონიერი ხელისუფლება არის გარანტი საქართველოს ტერიტორიებისა. ასევე მაგრამ როგორც ჩანს, იმპერიის ძალებს არ აწყობთ მშვიდობიანი მეთოდებით მოგვარება ეროვნებათა შორის ურთიერთობების საქართველოში. მათ კარგად იციან, რომ საქართველოს ლიბანიზაცია და დანაწევრება შესაძლოა მხოლოდ სისხლიანი კონფლიქტების გზით. 1990 წლიდან მათ მიაღწიეს ამგვარ კონფლიქტებს გაჩაღება სამაჩაბლოში, რითაც დღეს საბოლოოდ ჩამოაშორეს საქართველოს ეს კუთხე. ამჟამად კი შევარდნაძის მეცადინეობით ამგვარი კონფლიქტი ახალი კერა შეიქმნა აფხაზეთში, რათა აფხაზეთიც საბოლოოდ დააკარგვინოს საქართველოს. ამით მოხდა აგრეთვე უდიდესი დისკრედიტაცია ქართული ერისა საქართველოსი, ვინაიდან ის ქვეყნები, სადაც მიმდინარეობს ეროვნული უმცირესობების გენოციდი, სადაც მათი პრობლემებს სამხედრო ძალით წყვეტენ, დაგმობილნი არიან საზოგადოებრივი აზრის მიერ. სტალინ ბერია საქმის ერთგული გამგრძელებელი შევარდნაძე თავის სისხლიანი აქციას იმით ამართლებს, ვითომაც იგი აღშფოთებულია აფხაზეთის სუვერენიტეტის გამოცხადებით. საკითხავია, რატომ არ აღშფოთდა იგი ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შექმნამ, რატომ შეეგუა იგი ისე იოლად მის დამოუკიდებლობის გამოცხადებას და არ გაგზავნა იქ ჯარები სამართლიანობის აღსადგენად, რადგან შეეგუა იგი სამაჩაბლოს დაკარგვა, სადაც კვლავაც ხოცავენ ქართველებს, სადაც ქართული სოფლები ოსი ექსტრემისტების ყოველდღე იკავებენ მშვიდობის მოყვარე ძალების დახმარებით და არც ერთი ქართველი ტოლვის არ ადგმევინებენ ფეხს მშობლიურ მიწაზე. მაგრამ საქმეს ის გახლავთ, რომ იმპერიის მსახურს ხუნტას ნაბიჯს ვერ დგამს მეტროპოლიის შეუთანხმებლად. დღეს მას მისცეს ნება აფხაზეთში შეჭრისა და იქაური მოსახლეობის გენოციდისა. ყოველივე შორს მიმამალი მიზნებს ისახავს. ამით სურთ გააღვივონ ეთნიური სიძულვილისა და მტრობა აფხაზთა და ქართველთა შორის, რათა იქაც გაჩაღდეს ისეთივე სამოქალაქო ომი, როგორც სამაჩაბლოში. რათა შემდეგ მშვიდობის ყოფილი ძალები ბჭყალებში დახმარებით ეს კუთხეც ჩამოაცნოს საქართველოს. აი ნამდვილი მიზანი აფხაზეთის სადამსჯელო კომპანიისა, რასაც უთუოდ ითვალისწინებს დაგომისის გარიგება. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ხუნტის ჯარების შეჭრა აფხაზეთში პატრიოტული გზნობებით კი არ არის გამოწვეული, არამედ კანონიერი ხელისუფლების მომხეთრა განადგურების წყურვილით. ეგრეთ წოდებული სახელმწიფო საბჭოს სურს აფხაზეთში დაამყაროს ტოტალიტარული დიქტატურა, ვინაიდან იქაური ხელისუფლება არ მიმართავს რეპრესიებს, ტერორს კანონიერი ხელისუფლების მომხრეთა წინააღმდეგ. სოხუმში გამოდიოდა ერთადერთი ოპოზიციური გაზეთი მთელ საქართველოში, თავისუფალ მოქმედებდნენ ხუნტის მოწინააღმდეგები პოლიტიკური ორგანიზაციები. ცხადია, ეს არ აწყობს არც რუსეთს იმპერიას, რომელიც უფრო და უფრო ტოტალიტარული ხდება, თუმცა ვერ იშორებს დიქტატორის ნიღაბს. შევარდნაძის ხუნტის სადამსჯელო ოპერაციებში რუსეთის ჯარი და სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს ერთობლივი ოპერაცია და ყოველივე შეთანხმებულია მეტროპოლიასთან. ამრიგად აფხაზეთის ჩამოშორება საქართველოსაგან აწყობს
უწინარეს ყოვლისა რუსეთის იმპერიას, რასაც იგი თავის ერთგული მსახურის შევარდნაძის ხელით ახორციელებს. აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემების მოგვარება შესაძლებელი მხოლოდ მშვიდობიანი პოლიტიკური დიალოგის, საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და საქართველოს კონსტიტუციის ამოქმედებით და არა იერარქიის ჟღარუნით. მე მოვუწოდებ ქართველებს და აფხაზ ხალხს არ დაუშვან ძმათამკვლელი ომი, რადგან თავისი საუკუნოვანი ძმობისა და ერთობა გამოუცხადონ ხუნტას საყოველთაო გაფიცვა, დაგმონ ამ ხილონ ხუნტის კანიბალური პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს ეროვნული და პოლიტიკური კატასტროფისაგან მიყავს და საფრთხეს უქმნის მშვიდობას და ერთობას და თანხმობას კავკასიაში და მთელ მსოფლიოში. ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტი 1992 წელი გაზეთი აღდგომა ნომერი 18. ბატონო ბესარიონ, თქვენ ძალიან ფროული გახდათ, რომ საქართველოს მოსახლეობას გააცანით საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის შეადგამსახურდიას მიმართა და განცხადება, თუ რა მოხდა აფხაზეთში, რატომ შევიდა ეს ეგრეთ წოდებული ჯარი და შემდეგ და ხალხთან ჩვენ საუბრობთ კიდევ მეგობრებო, მომავალი თაობებისათვის. ახალგაზრდა თაობამ არაფერი არ იცის. გავიდა 20 წელი გავიდა ამ ყველაფრის შემდეგ და არაფერი არ იცის. პირიქით აი ამ ახალგაზრდა კომკავშირმა, ნეოკომუნისტმა, ტერორისტმა საგაშენმა უფრო მეტი ძიმენაბიჯები გადადგა სახელმწიფოების ღირსებისათვის და ბატონო ბესარიონ აუცილებელია რომ საქართველოს მიცოდეს პრეზიდენტის მიმართვა, ნამდვილი პრეზიდენტის მიმართვა უნდა იცოდეს და აქ ყველაფერს არაფერს არ ამბობენ, გადასიმიძურების გარდა, გადასიცვლის გარდა არ ამბობენ და კიდევ ერთ ვიტყვით რომ სანამ ეს ეგეწებული ჯარი შევიდოდა, თვითონ შევარდნაძემ, სიგომ და ამ ხროვამ ფექვეშ გათელა საქართველოს კონსტიტუცია. ფექვეშ გათელა და რა უნდა მოთხოვოდა, მაგათ დავუშვათ არძიბას დავუშვათ და ვიღაცებს, როცა თვითონ აქ თბილისში გაითელა საქართველოს კონსტიტუცია. თქოს გავიძოთ ბატონო ბესარიონ. ხო, ბატონო გიორგი, ახლა რაც შეეხება სიგუას და ომის დაწყებასთან დაკავშირებით, რომელიც სიცრუე ვრცელდება პრესაში და საერთოდ ტელევიზიაში, ასევე დღეს თქვენ ბრძანეთ, რომ კიტოვანი იქნება 7 საათზე და მე მინდა ასევე წაგიკითხოთ გაზეთი ასავალი დასავალი 2006 წელი 14-20 აგვისტო. აქ არის სტენოგრამული ჩანაწერი, შემოკარგება ომის დაწყებასთან დაკავშირებით და მოусმინეთ კარგად. 1992 წლის 11 აგვისტოს სახელმწიფო საბჭოს თომის სტენოგრამა. სტილი დაცულია. შევარდნაძე ჩქარობდა აფხაზეთის შესვლას. თავდაცვის სამინისტროს მოსამზადებლად 10 დღე მოითხოვა და თავდაცვის სამინისტრომ 10 დღე მოითხოვა. წესით ქართული საჯარისო შენაერთები 20 აგვისტოს უნდა შესულიყვნენ აფხაზეთში, მაგრამ სლომის დამთავრების შემდეგ შევარდნაძე ზედიზედ 3ჯერ ურეკავს თავდაცვის მინისტრ თენგიზ კიტოვანს. დააჩქარე ბრჭყალებში, ეუბნება შევარდნაძე კიტოვანს. კიტოვანიც უპატაკებს მასაც და მასაც იქნებაო მოგვიანებით თენგიზ სიგუა იხსენებს. კიტოვანმა დამირეკა და მითხრა, 3ჯერ დამირეკა ედიკამ. 20 აგვისტომდე ვეღარ მოვითმენო, 3 დღეში უნდა შევიდეთო. რუსეთის თავდაცვის მინისტრი პავლე გრაჩოვი იმავე საღამოს 11 აგვისტოს ურეკავს ედუარდ შევარდნაძეს და პირობას ახსენებს. ამბროსევიჩ ამაყად ეუბნება, როგორცაც არ ადრე ვისაუბრეთ, ისე ვფიქრობ და ტვირთების დასაცავად 3-3 დღეში შევალთო. მეორე დღიდან დაიწყო საჯარისო შენაერთების თბილისში გამოძახება, ატყდა ქაოსი. იარაღასმული ხალხი სკოლნები თბილისისაკენ დაიძრა. შევარდნაძეს და ასე შემდეგ. ახლა ხო ხედავთ შემოკარგებო, როგორ იყო, როგორ დააჩქარა ედუარდ შევარდნაძემ ომის დაწყება 14 აგვისტოს. ასევე მინდა 14 აგვისტოსთან დაკავშირებით გითხრათ, რომ 14 აგვისტო არის ასე ვთქვათ წინა დღე დიდი მარხვისა, უბრალოდ მარხვისა, მარიამობის მარხვისა. ეს არის კომუნისტების ასე ვთქვათ ჩვევა, რომლებიც ებრძვიან ყველა მართლმადიდებულ დღესასწაულს. გაიხსენეთ ყველა ასე ვთქვათ პროვოკაცია ედუარდ შევარდნაძემ რაც ჩაატარა და ასევე მისმა გაგრძელებელმა შვილობილმა მისა სააკაშვილმა ყველაფერი მოხდა დიდ დღესასწაულებზე. ის ივნისის პროვოკაცია ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს მოხდა, ეს ეგრეთ წოდებული რევოლუცია 2003-ში, იქ ბათუმში 6 მაისს გიორგობას და ასე შემდეგ. ასევე მე მინდა ყველას გასაგონად თქვა და თქვენ მოგიტანო და წაგიკითხოთ ისევ და ისევ
ედუარდ შევარდნაძის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელმაც მან აფხაზეთთან დაკავშირებით აიღო პასუხი მძგებლობა. ჯერ კიდევ ესე აცხადებს, ეს არის გაზეთი ასავალ დასავალი 2010 წლის 18-24 იანვარი ნომერი 3. ჯერ კიდევ როდის გითხარით, რომ აფხაზეთის დაკარგვაში დამნაშავეა მაშინდელი სახელმწიფო მეთაური ედუარდ შევარდნაძე, ამას აცხადებს თვითონ და მე წაგიკითხავთ პატარა ამონარიც აი ამ სტატიიდან, ჩემო კარგებო. შეკითხვა, აფხაზეთი თქვენი შეცდომების გამო დაიკარგა? ცხინვალის სააკაშვილის შეცდომების გამო გამოდის, რომ აქედან სააკაშვილი საქართველოს წინაშე ერთნაირად სიმძიმით დანაშაული ჩაიდინა. პასუხი, ედუარდ შევარდნაძე პასუხობს, აფხაზეთის დაკარგვაზე მე პასუხისმგებლობას ვერ მოვიხსნი. მართალია, თავალსარდალი არ ვიყავი, მაგრამ ვიყავი სახელმწიფო მეთაური და შესაბამისად პასუხისმგებლობას ვერ მოვიხსნი. იქ ასევე უსვამ შეკითხვას ისევე როგორც მიხეილ სააკაშვილის ცხინვალის დაკარგვის გამო, ეს მიხეილ სააკაშვილს კითხეთ, ასე პასუხობს ედუარდ შევარდნაძე. ეხლა მე მინდა რამოდენიმე შეკითხვა, ასე ვთქვათ, დაუსვათ ედუარდ შევარდნაძეს და საერთოდ იმ ხალხს, ვინც ედუარდ შევარდნაძეზე ამოსდით მზედამთვარე თუ ვინმე კიდე დარჩა ეგეთები. პირველი, სახელმწიფო იმ დროს არ ყავდა მთავარსარდალი, ბრძანებს თვითონ, ხელმძღვანელი სახელმწიფოს მართავდა 4-ეული. როგორ შეიძლება ასე ვთქვათ, თუ არ ყავდა მეთაური, მაშინ აბა როგორ დაიწყო ომი და ვისთან ქონდა? მეორე, როგორ შეიძლება ჩვენ დაგვეწყო ომი, როცა ვიცოდით ამის უკან ვინ იდგა? ქვეყანა იყო სოფლიო მასშტაბით იზოლაციაში, სადაც არ არსებობდა მრეწველობა, სოფლის მეურნეობა და სხვა. რომელ ყოფილი დაიწყებდა ომს? თვითონ ედუარდ შევარდნაძე ბრძანებს. მერე ეს ჩვენი შეკითხვა. ეხლა ჩვენ უსამთ შეკითხვას. როგორ ჩაატარა მაშინ ედუარდ შევარდნაძემ ეგრეთ წოდებული იმედის არჩევნები? თუ სახელმწიფო არ იყო, მაშინ ვისი სახელით ჩატარდა ეს არჩევნები? მეორე, როგორ დააკავნა საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ჯარი, თუ ის არ იყო სახელმწიფოს მეთაური? როგორ მოუხმო ბალტინს მაშინ, რის შემდგომ საბოლოოდ გაფორმდა საქართველოს ოკუპაცია, ანექსია? მეოთხე, რომელი სახელმწიფო სახელით აკეთებდა ედუარდ შევარდნაძე განცხადებებს სოფლიოს წინაშე? რატომ აწერდა ხელს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დოკუმენტებს, როდესაც თავად აღიარებს, რომ შევარდნაძე საქართველოში არავითარი პოლიტიკური თანამდებობის პირი არ ყოფილა? აი ჩემო კარგებო, თუ რა უფლება ჰქონდა ედუარდ შევარდნაძეს, როდესაც აი ამ ხელს აწერდა? ასევე მე მინდა თქვენ კიდევ ერთი მომენტი შეგახსენოთ ბალტინთან დაკავშირებით, როდესაც საუბარი ბალტინის თქვენ იცით ალბათ, რომ ბალტინთან ფული შეგროვდა და ეს გააკეთა ვალერიან ადვაძემ. იცით ალბათ, ხო? ვალერიან ადვაძე, რომელზეც ყველა დუმს არავინ ხმას არ იღებს, ვალერიან ადვაძემ მოსკოვში მდებარე საქართველოს წარმომადგენლობა, სადაც არის მზიურში, იქ შეკრიბა ხალხი და იქ დაიწყო ფულის შეგროვება. და რომელიც მან, ასე ვთქვათ, მისი მეთაურობით მოხდა ყველაფერი, რომელზეც ასევე აცხადებს ბალტინმა განაცხადა ამის შესახებ და რომელიც დამალული არ არის, ასე ვთქვათ, რუსეთის პრესაში, რომელიც ასევე გამოქვეყნდა ის იგივე სტატია, სადაც ამაზე ლაპარაკობს ბალტინი, სვაბოდნაია გაზეტაში, ხო, სელდევის სტატია. სხვათა შორის ამ სტატიასთან დაკავშირებით, ამ გადაცემასთან დაკავშირებით, მინდა ინტერნეტ მომხმარებელს და საერთოდ საქართველოს მოსახლეობას და უცხოეთში მყოფ ქართველებს მივაწოდე ინფორმაცია, რომ ინტერნეტში არის საქართველოს უახლესი ისტორია, მან არჩვაძე გამსახურდია, რომელიც მიყავს და იქ არის გადაცემა ნომერი 110, სადაც არის ეს სტატია წაკითხული, ხა თუ მეტყვის ვინმე რომ ჩვენ სადღაც წავიკითხოთ, იქ არის და არა მარტო ამ თემაზეა იქ საუბარი, ყველაფერი აფხაზეთთან დაკავშირებით რაც არის თავიდან ბოლომდე იქ ყვება ქალბატონი მან და მას მოყავს დოკუმენტები და მასალები სრული სისავსით და სრული მოცულობით. გირჩევთ შეხვიდეთ იქ ნახოთ და ყველა პასუხზე, ასე ვთქვათ, პასუხს მიიღებთ. ასევე მე მინდა
ორი ოდესის სიტყვით ასევე გითხრათ თვითონ ჩემი მონაწილეობის შესახებ, იმიტომ რომ თქვენ ბრძანეთ და ამიტომ აუცილებელია რამოდენიმე სიტყვით თქვა. ესე იგი ბატონო ბოდიში მობადეთ სანამ თქვენ სიტყოდეთ. ესე იგი სამართლებრივად ჩვენ მივედით დასვენეთ და რასაკვირველია ქვეყანა როდესაც უკვე აღარ იყო პრეზიდენტი, ვერ მოქმედებდა დე-ფაქტო თუ შეიძლება ასე ითქვას, ხელისუფლების შემდეგ ბუნებრივი არის რომ სამართლებრივად და სახელმწიფოებრივად შევანაძემდა მისმა ხუნტამ საქართველოს გადაჭეხა ოფსკოში. როგორც სახელმწიფოებრივად, ეროვნულად ისე სამართლებრივად და ბუნებრივია ეს ყველაფერი, რაც თქვენ ძენთაც ბატონი პრეზიდენტი ბრძანებს შედგამსახურდია და სხვა დოკუმენტური მასალები მოწვევს იმას, რომ საქართველოში დღესაც ესეთი სამართლებრივი ვაკუუმია და თუ ჩვენ ვერ გავითავისეთ ის ჩემო ძირფასო მოსახლეობა და ჩემო ძირფასო ქართველებო, რომ დღეს საქართველოს არალეგიტიმური პირობებში ცხოვრობს, არალეგიტიმური რეჟიმები ყავს, ხელისუფლება ყავს ამ შემთხვევაში რომ კიდევ გრძელდება ის დანაშაულებები, რაც ეგან თქვენ ბრძანეთ, რაც ეგან იქან წაკითხული დოკუმენტურად, კვლავ გრძელდება ის უბედურება და ის დანაშაულებები ქმედებები ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რასაც ქვია საქართველოს ტერიტორიის სახელმწიფოებრივი მთლიანი მოშლა და დანაწილება, როგორც უბრალოდ ეს წესს უნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და უნდა ამჟამადაც და კიდე გამდინარე ყველაფერი ეს ბატონო რასაც ზაიმ ბატონო ბესარიონ ეს არის ზუსტად სამართლიანი სასამართლოს საკითხები. ზუსტად ამიტომ უნდა დაჯდეს შევანაძეც ყველანი და ყველანი ეს ბანდების საკავშირის დასაკვირველია სასამართლოზე, პატრიოტთა სასამართლოზე, რომელსაც განჩის ერი და ბერი თუ რა მოხდა ამ პერიოდში ქვეყანაში და თუ ეს არ მოხდება, ჩვენ ქვეყანას მომავალი არ უწერია. მე მას პირდაპირ განცხადებით ამბობ შოთაშორის. არ უწერია და ამიტომ ყველაფერი ეს კიდევაც უნდა დაждდეს იმ სასამართლო პროცესზე, აგია ბალბაკაძე, ყარყარაშვილები და ყველანი, ვინც ცოცხლები არიან ამჟამად და მათმა უნდა უთხრან საზოგადოებას რა მოხდა რეალურად, რა მოხდა ობიექტურად, სამართლებრივად. თუ იტყვიან ეს ადამიანები ბუნებრივია სასამართლო გაითვალისწინებს მათ აღიარება არის შეფსბუქება ამ შემთხვევაში იმის რა ქვია განაჩენისა და აქედან გამომდინარე თუ არ იტყვის წავდნენ ესენი ამ ქვეყანაში ჯოჯოხეთში და იმ ქვეყანაში კი ჯოჯოხეთში და გენეთ ჩავარდებიან. ბატონო გიორგი, ასევე მე თქვენ ახლა რაც მოგახსენეთ ამის წინათ, ხო? ეს სხვათა შორის იყო ასეთი გადაცემა 2000 წლის 27 სექტემბერს 22 საათზე გადაცემა ტელეარხ რუსთავი 2-ზე. სტუდიაში იყვნენ ედუარდ შევარდნაძე, ბათიაშვილი და არმაზ სანებლიძე. სადაც მოხდა ამის განცხადება, სადაც მან განაცხადა, ხო, საქართველოს იმ დროს არ იყო სახელმწიფო და არ ყავდა მეთაური და რომელიც ასევე ეს გადაცემა მე ასე ვთქვათ გააშუქა საქართველოს რესპუბლიკამ და მისი ტექსტი იქნა და დაბეჭდილი და მე მაინტერესებს თუ საქართველოს სახელმწიფო არ იყო და ისევ იმ შეკითხვებიდან გამომდივარ, მაშინ დღევანდელი ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ვისი კანონმემკვიდრეა. იმიტომ რომ თუ შენ სახელმწიფო არ ხარ, თავისთავად ამის არანაირი არჩევნების და არანაირი ომის და არაფრის დაწყების უფლება არ აქვს და მით უმეტეს არანაირი კანონების და მე პლუს ეგრეთ წოდებული კონსტიტუცია რომ იღეთ 1994 წელს მუხლებზე რომ დაიწერეთ მე და ესე რომ ხაზ გამოგვიცხადეთ და აი ამ ეგრეთ წოდებული კონსტიტუციას მე წინ დავკაროხევენ და ჭეწერენ დღესაც სხვათა შორის. ხო, ეხლა რამოდენიმე სიტყვით მე მინდათ შეგახსენოთ წინა პროცესები სამეგრელოში როგორ ვითარდება სანამ შევა ხუნტა ასე ვთქვათ აფხაზეთში ომის დასაწყებად. მაშინ ხდება ასე ვთქვათ იყო ბრძოლები მხედრიონსა და კანონიერ ხელისუფლებას შორის, კანონიერი ხელისუფლების დამცველ მოსახლეობას შორის და არა ჯარ შორის. არა ჯარი კი არ იყო, ის იყო მოსახლეობა და გვარდიის ნაწილებიც იყო, მაგრამ მოსახლეობა რომელიც იცავდა ასე ვთქვათ მოსახლეობას მხედრიონელების გენოციდისაგან და რაც ჩაიდინეს და რაც ყველა მიცით რამდენი ხალხი დახოცეს, როგორ აუპატიურებდნენ და გლეჯდნენ, ხოსდნენ, ძარცვავდნენ, არაფერს ვამბობ, რომ არაფერი არ დატოვეს რასაც რაც ეხება მატერიალურ ქონებას. ამ დროს ასე ვთქვათ კანონიერი ხელისუფლების ჯარები არიან ფოჩი, სადაც მეც მონაწილეობდი ამ დროს და ამ ასე ვთქვათ ბრძოლებში და ასე ვთქვათ ეგრეთ წოდებულმა გვარდიამ ბრჭყალებში კიტოვანის ისურვა ჩვენთან მოლაპარაკების გამართვა. როგორც მისი მამობილი ედუარდ შევარდნაძე და კიტოვანი იყვნენ ყოველთვის სიტყვის გამტეხები, მათ თქვეს რომ ჩვენ რატომ უნდა ვიბრძოლოთ, რისთვის უნდა ვიბრძოლოთ, პოლიტიკოსები დაждნენო, ესე მათი ტექსტი იყო და ჩვენო როგორც გადაწყდება ისე იყოსო.
ეს ეგრევე დაარღვეს და დილითვე უთენიას, ასე ვთქვათ, დაარტყეს კანონიერ ხელისუფლებას, რომლებიც იძულებული გავხდით ჩვენ მაშინ, რომ ასე ვთქვათ, წავსულიყავით ზღვის სანაპიროსაკენ, დავიხიეთ, იქ აღმოჩნდა ერთ-ერთი გემი, რომელიც ჩამოსული იყო ნოვარასისკიდან, რომელიც იყო ასევე დატვირთული ეგრეთ წოდებული მაზუტს რო ეძახიან, რომელიც დაქოქილი იყო, მაშინ იყო მოსული და ჩვენ ავედით ამ გემზე. ამ მაშინ ჩვენთან ყოფმა ადამიანებმა, მებრძოლებმა იქ დაიყო სამ ნაწილად. ერთი ნაწილს უნდა გადასულიყო უკრაინაში, მეორე ნაწილს უნდა გადასულიყო, ასე ვთქვათ, თურქეთში, მესამე ნაწილი, რომელიც, ასე ვთქვათ, მე ხემძღვანელობ და მე ვიტვირთე ეს თქვი, რომ დამსვით ანაკლიაში, მე ჩემს სამშობლოში გავაგრძელებ ბრძოლას, რითიც და რა საშუალებითაც იქნება. და ჩვენ, ასე ვთქვათ, ხო, ასევე აღსანიშნავია, რომ მიწუთასვე გაჩნდა რუსეთის ვეთფრენები, რუსეთის გემები, რომლებმაც ჩვენ მოგწეს ულტიმატუმი, რომ ასე ვთქვათ, განვიარაღებულიყავით თუ არა და ისინი, ასე ვთქვათ, ცეს დაგვიშენდნენ ჩვენ. მაგრამ როგორც კი გემის, ასე ვთქვათ, მეთაურმა უთხრა, რომ ამაში არის საკმაოდ დიდი რაოდენობის დიზელი და ეს ეკოლოგიურ კატასტროფას მოუტანდა შავ ზღვას, ცოტა ასე ვთქვათ, გაჩერდნენ და ასევე უფრო მზაკული გეგმა ჩაიფიქრეს, როგორც აღმოჩნდა მერე. ჩვენ როგორც კი ჩამოვედით, ასე ვთქვათ, გემიდან ნავით გადავედით ნაპირზე, ანაკლიაში ჩამოვედით, იქ რატომღაც რამოდენიმე წუთში უცებ გაჩნდა ავტობუსი, მოვიდა ჩვენთან. და იქ გაცხადებული იქნა, ასე ვთქვათ, ხუნტის მიზანი და რაში მდგომარეობდა ეს. იქ განცხადებული იქნა, რომ უკვე დაიწყო ომი აფხაზეთში და ჩვენ უნდა წავიდეთ, ასე ვთქვათ, საომრად ქართველებთან ერთად და შეუერთდეთ ბწყალებში ქართულ პატრიოტებს აფხაზეთში. რატომღაც იმ ხაზს დაავიზდა, რომ საქართველოში და აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართული მოსახლეობა ცხოვრობს, როგორც აფხაზები, ისე არა აფხაზები და სხვა მოსახლეობა და ჯარის ომი საკუთარი მოსახლეობის წინაშე ეს ხუნტის პრეროგატივაში შედის და არა, რა ქვია, მაგას ჭეშმარიტი მებრძოლების და თავისმოყვარე ადამიანებისთვის. ასევე მე თქვენ როგორც გითხარით ის ორი განცხადება, იმიტომ გითხარით, რომ მე ზვიადგამსახურდიას განცხადებები ეს ყველაფერი წაკითხული მქონდა და საიდან მაშინ იყო ზუსტად ის კუნძული აფხაზეთის ტერიტორია, სადაც გამოდიოდა გაზეთი აღდგომა, რომელიც მე შემოდიოდა სამეგრელოს ტერიტორიაზე და მთელ საქართველოში ვრცელდებოდა და ამ განცხადებები ჩვენ ვიგებდით ზვიადგამსახურდიას მიერ, ასე ვთქვათ, წინასწარ გამაფრთხილებელ, ასე ვთქვათ, განცხადებებს, სადაც მან წინასწარ მოგვიწოდა, რომ ასე საშრობა იყო და მე მივმართე იმ ერთ-ერთ ინიციატორს, მე ვთხარი ზვიადგამსახურდიას ბრძანებად თუ გაქვთ, მე ვთხარი, რომ ჩვენ აფხაზეთში უნდა შევიდეთ. რატომღაც მაშინ ეს იდეა ზვიადი რაშუაშია, როდესაც ჩვენო იქ ომი მიდისო. იქ მოხდა, ასე ვთქვათ, პატარა დაპირისპირება, რომელიც აზრი არ აქვს ამაზე მოყოლას. აღმოჩნდა ისე, რომ ის ჯგუფი, რომელსაც, ასე ვთქვათ, ჩემთან იყვნენ, წალენჯიხის ჯგუფი დარჩა ჩვენთან და დანარჩენი ჯგუფი ჩაჯდა ამ ავტობუსში ჩემო კარგო და გაუდგნენ გზას ბჭყალებში აფხაზეთში ომის დასაწყებად. აღმოჩნდა ისე, რომ ისევ და ისევ ღვთისნებით, ღვთისგანგებით, მათ შეხვდათ ერთ-ერთი წალენჯიხელი, რომელიც მოდიოდა ჩვენსკენ, რომელმაც გაიგო, რომ ასე ვთქვათ, ჩვენ მიმყოფებით ამ ადგილზე და ასე ვთქვათ, დაგმარებოდა როგორმე ტრანსპორტირებაში და ეს ავტობუსი იქნა გაჩერებული და კითხეს მათ რა ხდებოდა. აღმოჩნდა, რომ არანაირი, ვთქვათ, ჯერ ომი ბჭყალებში დაწყებული არ არის, არამედ კიტოვანის ბანდა იმყოფება ეწერში და იქ არის დაბანაკებული. აი ნახეთ რა იყო გეგმაში ეს 60 კაციანი ჯგუფი, რომელიც ვიყავით მაშინ ჩვენ, სურდა ედუარდ შევარდნაძეს და იმიტომ იქნა დაშვებული ჩვენი ზღვიდან გადმოშვება. თორე იქვე იქნებოდა ეს გემი განადგურებული, თუმცა მათ ბოდიში ამ სიტყვაზე ფეხებზე კიდიათ ის დიზელის და ყველაფერიც. უბრალოდ მათ იფიქრეს, მოდი ეს ხალხი ჩავრთოთ და ამათ დავაწყებიოთ ომი. როგორც კი კანონიერი ხელისუფლების სახელით შევიდოდა ის 60 კაციანი ჯგუფი, რა თქმა უნდა ის აფხაზური გვარდია, ვინც იქით გაის დაცხებდა წინიდან და უკნიდან ედუარდ შევარდნაძე და ეს ასე ვთქვათ, სანუკვარი ოცნება ედუარდ შევარდნაძესა, რომ ზვიადგამსახურდიასთვის დაებრალებია და ის ჩაეთრია და მისთვის დაებრალები ეს ყველაფერი არ გამოუვიდა. ჩვენ მერე ასე ვთქვათ გავაგრძელეთ ზადა სკურის, ასე ვთქვათ, მთებს შევაფარეთ, რომლის მერე როდესაც ნახეს, რომ ვერანაირად ვერ მოხერხდა ჩათრევა კანონიერი ხელისუფლების მომხრე ძალებისა, იმ წუთასვე სასწრაფოდ ედუარდ შევარდნაძემ 14-ში დაიწყო ომი აფხაზეთის ტერიტორიაზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აფხაზებისა და ქართველების ფართომასშტაბიანი გენოციდის მოსაწყობად.
იმიტომ რომ იქ უკვე აფხაზეთის ტერიტორიაზე ბატონო გიორგი ყველა საქართველოს მოსახლეობის ახალგაზრდული ფონდის შესტენილი არაშენელი მნიშვნელობა არ აქვს, ხო? ეს ახალგაზრდული ფონდი, ვითომ ის რო იყვნენ ასე ვთქვათ ზოგიერთი ვთქვათ ბჭყალეში პატრიოტულად ანთებული ახალგაზრდები, რომლებიც იყვნენ საერთოდ ავტომატის ზოგს რო არ წერია ისეთი ხალხიც კი წაიყვანეს, რომელიც იქ 30000 მინიმუმ რომელიც არის აღრიცხული იმას ვიძახინე, იქნა ჩახოცილი ხალხო. მაგას არ აქვს მნიშვნელობა ის ხალხი, ასე ვთქვათ, ვის მხარეს იდგა. ეს ახალგაზრდობა მან თავიდან მოიშორა. ის ახალგაზრდობა, რომელიცაც ზვიად გამსახურდე გაგებული ქონდა, რომელსაც მაინც ქონდა ნანაკ ზვიად გამსახურდია. გამიგეთ? ეს ახალგაზრდობა მან იქ ეს ასე ვთქვათ, მუხტი, ეროვნული მუხტი იქ ჩაკლა. იქ მოკლა, იქ დაუწყო განადგურება. ასევე თქვენ იცით, აი ხო ხედავთ დღევანდელი ხელისუფლებაც და მათი ხელისუფლებას როგორ შეთანხმებულები არიან. დღეს არის 14 აგვისტო. აი ამ გენოციდის დასაწყისი და ხვალე აფხაზეთი იმაზე სასტუმრო აფხაზეთიდან ეგრეთ წოდებული ხელისუფლება დღევანდელი საოკუპაციო ადმინისტრაცია უპირებს მოსახლეობის ტოლუნებს იქიდან გასახლებას. და აკვირდით ახლა როგორ ერთობლივად მოქმედებენ და როგორ ერთობლივად იბრძვიან ქართველი ერის წინააღმდეგ. აი ჩემო კარგებო, რაშიც არის საქმე? თავარი დამნაშავე, ხო, დამნაშავე საქართველოში არის ედუარდ შევარდნაძე და მისი ხუნტა, რომლის გაგრძელება არის დღეს. დღეს რას დაირქმევ თქვენ პრეზიდენტი დაირქმევს მიშა სააკაშვილი თუ რას დაირქმევს როგორც ედუარდ შევარდნაძემ დაირქვა ხან სახელმწიფოს მეთაური ხან პრეზიდენტი აი ესეთი სახელები თქვენ ვერ გიშველით ვერ ასდროს და კიდევ ერთხელ მინდა ზვიად გამსახურდიას განცხადებიდან გამოვიდე და მოსახლეობას მოუწოდო თუ ქართველ ერს სურს რომ მან დაიბრუნოს შვიდობიანად საქართველოს ტერიტორია და იცხოვროს აფხაზებთან და აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობასთან ერთად შვიდობიანად. ერთადერთი გამოსავალი ამის არის კანონიერი ლეგიტიმური ხელისუფლების აღდგენა, რომლის დროს ყველაფერი თავის ადგილას დგება. ის ეგრეთ წოდებული კონსტიტუცია, რომელიც აფხაზებმა მიღეს 25 წლის, ის ავტომატურად გაუქმებულია, ჩემო კარგებო. ყველა ის ხელშეკრულება, დაგომისის, ყარსის, თუ რაც გინდა ყველაფერი, ეს ყველაფერი აქვს გაუქმებული კანონიერ ხელისუფლებას და არ გვინდა ხალხო ახალი ველოსიპედების, ახალი იდეების მოძებნა, არამედ აღვადგინოთ, უпростоრად ბოდიში, კი არ აღვადგინოთ კანონიერი ხელისუფლება მოვიყვანოთ, ასე ვთქვათ, დე-ფაქტოდ ხელისუფლებაში, რომელიც აღდგენილია და დამთავრდება ყველაფერი. მადლობთ ბატონო ბესარიონ, ცოტა დავჭი ახლა ჩვენ ესე იგი შეფასება მივჩეთ, ესე იგი ყველაფერს, ესე იგი მართალია დრო არა გვაქვს, იმიტომ არ ყოფილ სამწუხაროდ, მოკლედ დრო გვაქვს, მაგრამ არა უშავს. ესე იგი შეფასება ასეთია, ის რაც მოხდა 14 აგვისტოს იმ 19 წლის წინ და რა შედეგები, ძიმე შედეგები დამთავრდა ყველაფერი ყველასას გასაგებია, მაგრამ ბატონმა ზედ გამსახურდია სპეციალურად ჩამოვიდა გროზნოდან, ჩეჩნეთიდან, რომ აფხაზეთი გადაჩენილიყო და საქართველოს არ ჩამოეშორებიათ ეს ძიძველი ისტორიული კუთხე. სამწუხაროდ და საუბედუროდ ისევ შევანაძემ ისევ რუსეთის იმპერიის წყალობით და სხვა ბნელი ძალების წყალობით ყველაფერი გააკეთეს მას, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევით შემოიყვანეს უცხო ქვეყნის საოკუპაციო ჯარი. ეს ჯარი გახდა ამ შემთხვევაში ძალიან თქვენ ახსენეთ ბადენის ჯარი. ესე იგი ზედ გამსახურდია ჩამოვიდა ზუდიჩი, იმიტომ რომ აფხაზეთი არ წასულიყო, არ ჩამოშორებოდა ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ტერიტორიას და აქედან გამომდინარე ყველაფერი გააკეთა შევარდნაძის ხროვამ, აბადიეთ, ყველაფერი გააკეთა იმპერიულმა მოსკოვმა და კრემლმა, რომ ესე იგი ზედ გამსახურდიას კანონიერ ხელისუფლებას არ ეგედგინა ის მშვიდობა ამ შემთხვევაში, ის ერთიანობა ქართულ აფხაზთა შორის და შემოიყვანა რუსეთის საოკუპაციო ჯარი ბადენის ხელმძღვანელობით. იქ იყო სოდაშორის კიდევ უკრაინის სპეცდანიშნულების რაზმები და შემდეგ, ასე რომ ყველაფერი ეს სამართლების ის არის ძალიან უხეში ჩარევა, ფეხვის გაწოლა საერთაშორისო სამართლისა, ფეხვის გაწოლა, აღარ საუბრობ ჩვენი ეროვნული კანონმდებლობის კონსტიტუციის გაწევრისა, მაგრამ მე ერთ რამეზე ვარ ეს ტერმა ვიცით რა გააკეთა ამ ტერმა, ამ უღისმა ტერმა, მაგრამ ერთ რამეზე ჩვენ გაეროს
გაეროს მინდა მიმართო კიდე საერთაშორისო ორგანიზაციებს და საერთაშორისო დიპლომატიურ მისიებს, რომ აი ეს გაკეთა იმისათვის, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო ჩვენი ტერიტორია არ ყოფილიყო. ეს იმიტომ და თქვენ შეუწყეთ გაერო არ აღმოჩნდა სამწუხაროდ ქვეყნის ერთიანობისა და თავისუფლების გარანტია ამ შემთხვევაში. არა და გაეროს ქვეყანა იმიტომ ვარ ჩვენა, იმიტომ ვარსებობთ, რომ უნდა იყოს ეს გარანტია, მაგრამ არ აღმოჩნდა გარანტია და ცოტა შორის მე მახსოვს ჯოხარ დუდაევმა მაშინ ინტერვიუ მისცა ერთ გაზეთს, რომ რა გააკეთა გაერომა საქართველოს დაშა როგორც ქვეყანა, როგორც სახელმწიფო. ჯოხარ დუდაევმა უპასუხა იქ ერთ ჟურნალისტს და გაერო არ აღმოჩნდა ის სტაბილურობისა და ის ერთიანობისა და იმ გარანტიის, სახელმწიფოს გარანტისა, იმიტომ გაერომ აღმოჩენილიყო უპირველესად დაგმობდა სამხედრო პუტჩს საქართველოში, კრიმინალურ პუტჩს უპირველესობისა, რადგან არ დაგმო, ესე იგი გაერომაც და საერთაშორისო მისიებმა მისცეს უფლება შეანაძეს და მის ხროვას, რომ ეს ჩაედინათ, რაც დანაშაული ჩაედინეს ღვთისმეტყველის წინაშე, აფხაზეთის წინაშე, საქართველოს წინაშე, მოსახლეობის წინაშე და აი დღესაც აი ასეთ მასში ცხოვრობდა მე მინდა მეგობრებო, სანამ ბატონო მესო თქვენ თეორიას მადლობას გიზეთ ქართველებო და ერთ რამეს ვიტყვით. ჩემო ძვირფასო დევნილებო, რომელიც თქვენ ამჟამად განიცდით საშინელ რეპრესიებს სააკაშვილის ნეოკომუნისტურ რეჟიმისაგან. გავექიანდეთ და მოვითხოვოთ შევანაძისა და სააკაშვილის დაუყოვნებლივ გასამართლება. წინანდელ შემთხვევაში ვერ დავიცავთ, ვერ სასტუმრო აფხაზეთში თქვენ ცხოვრობ იქ უფლებებს, ვერც ვერავის უფლებებს ამ შემთხვევაში და აქედან თუ ჩვენ მტერს არ მოუღეთ ბოლო, თუ ჩვენ მტერს არ გავეცეთ საგადისი პასუხი, ჩვენ გარეშე მტერს ვერაფერს ვერ გავუკეთებთ. მერტი იყოს ფარველი და დიდება უფერს, რომ მოგცეს ძალა იმისა, რომ გონება მოგცეს იმისა და აზრი იმისა, რომ სად უნდა გავექიანდეთ, ვისთან უნდა გავექიანდეთ და რატომ უნდა გავექიანდეთ ჩვენი სამშობლოსათვის. ბატონო მესაიო ვთქვით. ბატონო გიორგი, მე სრულიად გეთანხმებით იმ გაეროსთან დაკავშირებით, მაგრამ ერთი რაღაც მინდა გითხრათ, ბატონო გიორგი, სხვათა შორის მშვიდობის გარანტი წესით ქვეყანაში უნდა იყოს სულიერი მოძღვარი, ხო ეგრეა? კი ბატონო, ასაკურებია. და საქართველოს პატრიარქი არ დადგა გვერდზე, როდესაც საქართველოს უჭირდა 92-ში და ბოდიშით არა მამადით და კიდევ ვთქვით, რომ დღეს შევარნაძეს იცავს ვინა იცი? მისი მოყვანილი სააკაშვილის ნეოკომუნისტური რეჟიმი და დღევანდელი კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე. იცავენ სოლაშკის კვილებით. დიახ, ხო და როდესაც ასევე თქვენ გახსოვთ ალბათ, რომ საქართველოს პატრიარქი იყო ცხუმაფხაზეთის ეპისკოპოსი. მანამდე იმის მაგივრად, რომ მას ასე ვთქვათ, გაეკეთებია განცხადება და რაც ზუსტად გამსახურდიამ გააკეთა მხარი დაეჭირა, მოეწოდებია ასე ვთქვათ მოსახლეობისთვის და ეთქვა, რომ არანაირი ომი იქ არ დაწყებულიყო და რომ დაეცვა მოსახლეობა, პირიქით ჩემოკარგებო მოხდა მხედრიონის კურთხევა და ასე ვთქვათ მათი შეგზავნა. ასევე იმის განცხადება თქვენ წინა გადაცემაში გითხარით მე, რომ საქართველოს პატრიარქის რო უნდა ასე ვთქვათ აფხაზეთში შევიდეს. აფხაზეთში შესვლით და გამოსვლით საქმე არ წყდება ჩემოკარგებო, ესეც ერთ-ერთი პიარის ნაწილია. ჩვენ გვახსოვს რამოდენიმე ხნის უკან კონსტანტინე კოღუაშვილი, დღეს ბერი მამადავითი რამოდენიმეჯერ შევიდა აფხაზეთის ტერიტორიაზე, მოილოცა ილორის ეკლესია, მაგრამ ამით საქართველოს იურისდიქციაში არ დაბრუნებულა არც ილორი, არც აფხაზეთის ტერიტორია. და თუ პატრიარქი იქ შევა და გამოვა, ბრჭყალებში იქ ამასაც არ დაუშვებენ, მაგრამ მაინც დაუშვათ რუსეთმა თუ გადაწყვიტა გარკვეული ასე ვთქვათ პიარის მიზნით შეუშვას და ასე ვთქვათ ხალხს კიდე ერთი ახალი თივა მისცენ. არა, ჩემოკარგებო, იქ შესვლა და გამოსვლა კი არ შველის და გამოსვლა. არამედ კიდევ ერთხელ გეუბნებით კანონიერი ხელისუფლების აღდგენა და საპატრიარქოს კიდევ ერთხელ მოუწოდებ პასუხი გასცეს უზენაეს საბჭოს მიერ გაგზავნილ მიმართვას განცხადებას და მოგცეს პასუხი. მადლობთ ყურადღებისთვის და დიდი ბოდიში დროში ვერ ვეტევით. ბევრი სალაპარაკო და მომავალ შეხვედრამდე თქვენი სტუმარი გახდათ ბესო მიქავა, თქვენი წამყვანი, თქვენი მონამოჩილი გიორგი კევაშვილი, მომავალ შეხვედრამდე პარასკევამდე მეგობრებო.